მართლა არ არის ტვინის ამოცანა სამწუხაროდ არჩენი ბედნიერება და არც შენი ჭეშმარიტების აღმოჩენა. მისი ამოცანა არის სწორი პროგნოზი დადოს ყოველ კონკრეტულ მომენტში, რა შეიძლება შენ დაგჭირდეს და კარგი მაგალითი არის მიდიხარ მინდორში და გაშრიელდა ხმა. ეგრევე იხედები და უნდა და აი მაგალითად შფოთიანი ადამიანი, ხო? ეს ერთ-ერთი თეორია ეს ცოტა ჰიპოთეზის დონეზე არ არის დამტკიცებული, მაგრამ ერთ-ერთი თეორიაა, რომ არიან ბუნებრივად მიდრეკილი ადამიანები შფოთისკენ. არიან ნაკლებად მიდრეკილები. და ითვლება, რომ თუ მისი გენეტიკა, ანუ მისი წინაპრების გენეტიკა ყალიბდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ძალიან მაღალი იყო რისკი გველის, ასე შემდეგ. იქ ნახეთ, ვინისთვის უფრო ხელსაყრელია დადოს უფრო ხშირად false alarm-ი, ანუ ტყუილი, რა ვიცი, ქარი იყო და გველი, იმიტომ რომ 10-დან 9 შემთხვევაში თუ არასწორი იყო, ის ერთი შემთხვევა რო არ გამოტოვოს, ამიტომ ტვინი ყალიბდება ისე, რომ უფრო მეტად კონცენტრირებულია იმის ინტერპრეტირებაზე, რომ რაღაცა ცუდი ხდება. და თუ წინაპრები ვითარდებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც არ იყო მაღალრისკიანი გარემო მაინდა-მაინც, ის ტვინი ნაკლებად ეს ერთ-ერთი ახსნა არის შფოთიანობის და ემის.